უსაფრთხოების და თავდაცვის სექტორი მოწყდა დასალურ სისტემებს, გაუფასურდა პროფესიული კომპეტენცია, არ განახლდა შეიარაღება, არ მოხდა თანამედროვე ომების ტექნოლოგიური გაკვეთილების გააზრება, გაიზარდა მოწყვლადობა მტრული სპეცსამსახურების, ჰიბრიდული ზემოქმედების და პოლიტიკური შანტაჟის, ეკონომიკური და ენერგეტიკული დამოკიდებულების მიმართ. სახელმწიფო მოშალეს არა ერთი დარტყმით, არამედ მისი მედეგობისთვის აუცილებელი ინსტიტუტების როლის ყოველდღიური გაუფასურებით, ნაბიჯ-ნაბიჯ, წლიდან წლამდე. ამიტომაცაა, რომ დღეს რისკების შეფასებაც კი ჭირს. როცა ხელისუფლება პარალიზებულია, საფრთხის მასშტაბის განსაზღვრაც რთულდება. აღარ იცი სად თავდება რეალური საშიშროება და სად იწყება უკვე ქოცური მმართველობის საფირმო ნიშნად ქცეული კაპიტულანტური თვითდამშვიდება. აღარ იცი სახელმწიფო რამეს მართლა ვერ პასუხობს თუ უბრალოდ აღარ აქვს არანაირი პასუხი. და ეს არის ყველაზე სახიფათო ფაზა, როცა მოქალაქე ხედავს საფრთხეს, მაგრამ ვეღარ ხედავს სახელმწიფოს. დღევანდელი დაბნეულობა შემთხვევითი არ არის. ეს არის იმ პოლიტიკის პირდაპირი შედეგი, რომელმაც მტერთან ლოიალობა საღაზრად, დუმილი სტრატეგიად, უსუსურობა კი მშვიდობის პოლიტიკად გაასაღა. სინამდვილეში ეს არ იყო არანაირი პაციფიზმი, ეს იყო კაპიტულანტური ადაპტაცია იმ გარემოსთან, სადაც ქართული სახელმწიფოებრიობის მტრები მხოლოდ ერთ რამეს ამოწმებენ: სადამდე შეიძლება წასვლა უპასუხოდ. დღეს ჩვენ სწორედ ამ პასუხამდე ვართ მისულები. საბოლოოდ ყველაზე საშიში არც ირანის ელჩის მუქარაა, არც კრემლის უტიფარი მოქმედება ოკუპირებულ ტერიტორიებზე, არც საპატრიარქო არჩევნებში რუსეთის საგარეო დაზვერვის ჩარევა. ყველაზე საშიში ისაა, რომ ამ ყველაფერს სახელმწიფო პასუხობს არა კვალიფიციური ძალით, არა სიცხადით, არა ეროვნული ღირსებით, არამედ სიჩუმით. ეს სიჩუმე კი აღარ არის სიფრთხილე. ეს არის იმუნიტეტ დაკარგული სახელმწიფოს დაკარგული ხმა. დღეს მთავარი კითხვა უკვე ის კი აღარ არის, ვინ გვემუქრება. მთავარი კითხვა ისაა, დარჩა თუ არა ქართულ სახელმწიფოს საკუთარ თავში პასუხის, წინააღმდეგობის და გადარჩენის ძალა.